ესე იგი ღომი თუ მდუღარე წყალში ყვრით და ისე იხარშება, კარგი გადარეცხილი ზურა. მაშინ უნდა მუდმივად ურიო, სანამ არ უხდება. თუ ცივ წყალში ყვრით და ისევ დგამთ მოსახარშეთ, მაშინ მეგრელები ესე ამბობენ, მაშინ არ უნდა მორება, სანამ იხარშება. ღომის მე არაფერი არ ვიცი, მარტო ჭამა მიყვარს. ხარჩოსთან მიყვარს ჭამა. ხერხილის ხომ და ძალიან დიდხანს გადარეცხვა. ჭეჭკილის ერთი ფიფქი არ უნდა იყოს დარჩენილი და ის შავი წერტილები. ნინო, მე მიყვარს მეორე დღეს გაფიცხებული კარაქში. თხელ თეფშებზე ასხამდა ბებია ჩემი, პატარა თეფშებზე. და მეორე დღეს დაჭრიდა წვრილ ნაჭრებად, ლენტებად. და კარაქში აფიცხებ. მამი დამყავს ერთი სამტრედიაში გათხოვილი. კაი ხნის ფრივია, 30 წლის ფრივია. და იხვები ყავს ნინო, პატიე. და რაფერი გამომიგზავნა ერთი ნახე, გემივით იყო. მოსპო, ყველაფერი შეჭამა. აუ, რა კარგად მოხარშულა, ნახე. და რამხელა იყო, იცი, ნავივით. რაცხიმი გაუშვია? ვიცი რაფერი იყო? მოსპო ყველაფერი, არ დატოვა არაფერი შეუჭმელი. და ეხლა ამას კარგად ჩავხრაკავთ, გავაკეთოთ ამისი ხარჯი, ხო? თხილიანი ხარჯო გავაკეთე. კი ბატონო. კაი პამიდორი გვაქვს. კაი პამიდორის წვენი გვაქვს, შენახული აგერ ხარისგულა, ნახე. რაფერი პამიდორი. ეს ისა ხო შაშარო შეიძლება. შაშანდელი ფესს რო იღებდი, იმას ვინახავდი. რბილს. ხო და ნახე ერთი რაფერი. ამას ახლა მე ცოტა გაგრილდეს და დაგიჭრი. ნახე რა მხელა ფთებია, ვერტალიოტივით. ნერგი რამაც ამოყო, თავი მიწი და ყველაფერი გადატყვირა. და ამ დილას მოუსწრაფე სიცოცხლე. კი შემეცოდა ძალიან, მაგრამ ხელზე მყავდა გაზრდილი, მაგრამ მამი და ბოდიში. ნუ ვერ ჭრიმი ამას, აი შენ მე დავჭრე, ოღონდ ეს ეში ჩამო. ცხელია და ვებშო. მე როგორ ვიზამ ცხელი თუა? ამაში ჩავასხამ იმის ცოტა ცხიმს აუცილებლად. გემოსაძლევს ეს ამის ცხიმი. რაფერი ცხიმია ხნა? გადასარე უყვითელი. უძახენა ხანი მაგას. კი ბატონო. ხელსაც ამისითი ცხიმიანია ზურა. ო, და სურდალოვანი კინძი ახალი, აი წითელი მე ვნახო ღერები. ხო, მე მოვკრიფე და მე ვნახო. წითელი ღერები როა, მე წითელი. რას ნახარბებ? მაყურებელში ახარ. ნახე როგორ წითელი ღერები. მე დავთესე, მე მოვკრიფე და მოგიტანი და კიდე მე ვნახო, ხო? ვარესინე კუთის მე. ეხლა მე ვარ დირექტორი. შენ ბაღში ხო იყავი? იყავი შენ დირექტორი, მთავარია გემრიელი კერძი გააკეთე და. რას უშობი ახლა შენ ამ ხარჯოს? ამ ხარჯოს ეხლა ვუშვები, ნიორს და კინძს დავნაკავ ეხლა. ჩემო ბატონო, ყვითელი ყვავილი უნდა ცოტა. უცხოსუნელი და ამასობაში წვენი დაიშრო, დიდი ძვლები გამოვაცალეთ და ჩავაყრი ხახვებს. სანამ ნინო სუნელს ნაყავს, ამასობაში კარგად ჩავშუშოთ ხახვს. მაგას გონია მარტო მაგალითის ხარჩო და მე არ ვიცი. გემრიელი. ხარჩო ჭამაც ვიცი და გაკეთებაც. სულდიდელებს ვერ ვაჯორებ, მაგრამ არ ჩვენია ნაკლები. ნახე რაფერი გამოვიდა. გემრიელი. ნახე თეთრი ფითქინა. ზური ყოს გურის ხილია? აბა სალაური შვენიერი გამორჩეულა რა გინდა? იცი რა, მაგ ჯიშს საფერი არ უშლის ხელს. შველის ყურა ხია მაგ ჯიშს და არ იმაშო. ფაროსანა. არ ჭამს ფაროსანა და რატომ არ ვიცი. უკვე აქ ხარჩოს სუნი. ეხლა ბაკი კარგად, მოიცა ამოვიყო ესა. თუ ყარა მოგიხია კარგად. ო, კაია. ეს კოლექტივი. ნახე კაცის ხელი უხდება ხარჩოს. ახლა მეიგონე რაცა. ხარჩოებსაც მაკეთებ. ძალიან მოდომებით აკეთებ. რასაც გულით აკეთებ, ყველაფერი გემრიელი გამო. მომენტომად ჩანს. ამაზე დავასხა? ცოტა ღრმა რო ყოფილიყო, კარგი იყო, მაგრამ არა უშავს. ახლა კარგად აურია, რომ გაიხსნას და მე კიდევ უნდა დავამატოთ. ეს თხილით ისე მიგვრითაც ვაკეთებენ. რა ვიცი, შენსაც თხილიანია ყოველთვის და თხილი გვაქვს ჩვენ და
რატო ვიყიდო ნიგოზი როცა იმედე გაჭურების არა ხო ხილი რა ვიცი ამბობენ ნიგოზი უკეთესიაო მაგრამ რა ვიცი მე ხილი მირჩენია რა ფერი ჩაზუბზუბდეს და რა გამევიდეს აგერ ნახე ახლა ამას თავი დავახუროთ აჰა და ვაცალოთ ხოდა კიდე არ მოვაყაროთ ცოტა ფოტოს რას მეკითხები არიცი როგორ და მაინც კაცო ხო იცი ორი საზრი ორი საზრი ჯობია რა თქმა უნდა ნინო ხარჩოს მეგრელები ასე პამიდორით აკეთებენ კი როგორ არა პამიდორი კი შეიძლება ტომატით შეახრაკონ თავიდან მაგრამ ჩვენ ახლა რა გძნეს ნატურალური პამიდორი ტომატით აკეთესი რა უნდა იყოს ნახე რა ფერია იპამიდორი ძალიან ფერის კაიეთები ფერი არა კლასიკელი იმიტომ ხარისგულა ხო ვარდისფერი პამიდორია მაგრამ სასწაულად გემრიელია ხათახა კურსაც მოწევს ადამიანი იმ ფერი კაიება მაიკია გაჭირების პამიდორზე რომ პერიდური ეს ქართული ხალხი ქართული ეს ძველი ქართლის ჯიშია ძალიან დიდი კი არის დება მაიხახვები ნინო ზომიერად უფრო ასეთია საშუალო ზომის დიდი არ გახდება ვარდისფერია იისფერია თეთრი იშვიათად გამეერება მაგრამ შემორჩენილია ამასაც თესავენ იცი რა მაინტერესებს მე მგონი მოსავლიანობაც არ აქვს არა ბევრს არ იკეთებს ეს ახალი ჯიშები იმიტომ გვებრძვის ასე ახალ ჯიშებს აქვს ბევრი მოსავალი ორჯერ მეტი სამჯერ მეტი მოდის მაგრამ რადგინდა არ ვარ გარაფრად და არ ვარ გარ ჯიშა მამაზია სუნი არა აქვს და გემო არა რაფერანგობს ქალბატონი დალილა ხარჩო რო დაგეწყვეტება სუფრაზე უნდა ამოუწყავს ისეთი ცხარე უნდა იყოს და იმას ღომი ანეიტრალებს იმ სიცხარეს მაი რაცა მეგრული ფილოსოფია კი ბატონო ღომი გაგვიცივდა ნინო მაგრამ რა უხი ეხლა უკვე იქნება ისა იცი რა ხარჩო იყოს ცხელი და ღომი იყოს გრი ცივი რა უჭირს ვითომ ასე უნდა დიახ მაინც კაი გამوارა აბარა ნახე ცოტა ჩააყარე მან წვანილი და ეს წითელი და მწვანე წიწაკა ეს მე მგონი მართლა ისეთი გამოვა სუფრაზე რო დაეწვეთო ამოწავს მეგრალებს გუხარდება კი ბატონო გურულები თუ დავწყებით კიდე უფრო გუხარდება ასე ჩემო ბატონებო ცხელი ხარჩო ყვატის იხვის ხომით მამიდა ჩემი სამტრედიდან ციცინო მამიდა შენ გენაცვალოს ჩემი თავი და ცივი ღომი იმიტომ რომ ღომი დაგვიცივდა ნახოთ ერთი რა გამევიდა არა ბარკალ შენ ვერ მოგწევ ბარკალი არ მე წვენი გამასიჯე და მივხვდები წვენითაც მიხდები მეიცა ღომი დაგიდვა ცოტა პატემრია და სულა ბევრი სადა ახლა ბევრი სახში უჭამს მე ახლა ერთ წუთას ნახოთ რა გამევიდა ვერ ვითმე აჰა ბარკალს მე დევიდე ვაუ ამას გურიაში დასახიან აბა მართალი თქვი არ მახსოვს ჯიგულა მართლა არ ვიცი მე სიცოცხლე რომ მოგანდომებს იმპერია სიცოცხლის ამოსახლოა მეგრელები ცხონდება იმპერი ცხარია ნინო მეგრელები ცხონდება ცხარია ძალიან მაგრამ კაია ფულზობდება ზურა თხილი არ ძალიან სხვაზე თხილი შობა მაგას ნიბზენი ახლა სხვანაირ გემოწავდოდა იაგებოს ჩვენ წინაპრებს და ყველა ნათელში გვიმყოფოს ამინ თქვენს კარგად გამყოფოთ აუ მე გავამძლებებ რა შეიძლება